მოგესალმებით. დღეს არის 15 აპრილი და ჩვენ ვალენსიისკენ მივემართებით, სადაც ევრონასკარის პირველი ეტაპი გაიმართება. მე და სანდრო ქაჯაია ვიასპარეზებთ საქართველოს გუნდის სახელით და რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ სამშობლოში თასებით დავბრუნდეთ და გავახარულოთ როგორც გულშემატკივარი, ისე ჩვენი სპონსორები და გვერდში მდგომები. ევრონასკარი შედგება 6 ეტაპისგან, თითო ეტაპზე იქნება 2 რბოლა, სადაც ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგები დავაფიქსიროთ, რაც მოგვიტანს შემდეგ ქულებს და ამ ქულების მიხედვით გადაწყდება ჩემპიონატის საერთო პოზიციები. ჩემთვის იქნება ეს წელი სადებიუტო, სანდრო კი უკვე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ღია კლასში. მოვედით უკვე ვალენსიის ავტოდრომზე, ნახეთ პირველად ჩვენი ნასკარის ახალი მანქანა. ძალიან მოგვეწონა და ძალიან ლამაზია ვისოლის სფერებშია პირველად ევრონასკარზე გაფორმებული ქართული გუნდის მანქანა და ეხლა ნელ-ნელა დავიწყებთ უკვე ხვალინდელი ვარჯიშისთვის მომზადებას, მანქანის წონების გასწორებას, ესე ვთქვათ, სეტაპის ჩვენ თავზე მორგებას და ნელ-ნელა უკვე ხვალინდელი ვარჯიშისთვის მოვემზადებით. ეხლა მე და სანდრო გავალთ უკვე ტრასას დავათვალიერებთ. მე უკვე ამ ტრასაზე ორჯერ ვარ ნამყოფი და გავუზიარებ ჩემ გამოცდილებას სანდროს, რომ თავიდანვე ადვილად მიეჩვიოს და სანდროც გვეტყვის, აბა როგორ მოეწონა ნასკარის მანქანა პირველად და ვიზუალურად რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა, მაგრამ ჯერჯერობით არ მჯდარ ვარ, არ გამიწესავს ტრეკზე, რასაც ხვალ უკვე შევძლებთ. მერე უკვე როცა ვივლით ავაწყობთ სეტაპს, მოვირგებთ ჩვენ თავზე და ნუ რა თქმა უნდა მერე ზე გვეცდები, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსირო. თქვენს ჩვენთან ერთად წამოდით ტრეკს დაგათვალიერებინებთ, თქვენც აგიხსნით მოსახოვების პრინციპებს, რა როგორ ჯობია, სად რომელი სიჩქარით და რამდენით გავდივართ და უფრო საინტერესო იქნება თქვენთვისაც ეს დეტალები ჩემი აზრით. ამ სწორზე 235-ს მივდივართ, სანდრო. მეხუთე სიჩქარე ბოლომდე კეტავს თითქმის და პირველ მოსახოვში მეოთხეში, ხარ? პირველ მოსახოვში მეოთხეში აგდებ. ცოტა ატორმუზებ, ძალიან არა. თხელი მოსახოვია ძალიან, ეხლა რომ მივალთ გაჩვენებთ და უნდა გაშალო მაქსიმალურად. იქ პროსტა ტრეკ ლიმიტები არის ძალიან ისეთი. აი პარებრიგზე უნდა დატოვო ერთი ბორბალი და ცოტა რთულია, მაგრამ ნუ ეხლა შენ შემთხვევაში 100%-ით როცა სანამ არივლი, მიხვდები რომ როგორ გამოიყენო ტრასა და მე ვნახოთ რა წეს თან იქნება შენთვის რთული. მოგება ყოველთვის არ არის მიზანი. შეიძლება ქულები აგროვო სტაბილურად და ჩემპიონატში ბოლოს იყო პირველს. საბოლოო ჯამში მაინც მოგება. ხო. სტრატეგია გვაქვს, რომ წლის ბოლოს გქონდეს პირველი ადგილი და არა ყველა შეჯიბრის. იმიტომ რომ ყველა შეჯიბრის მოგება ძალიან რთულია. პატარა სხვაობებია და ყველა გუნდს აქვს მოგების შანსი და ხო და უფრო პილოტზე. ძირითადად ხო. სუსტ გუნდებსაც შეუძლიათ რომ კარგი პილოტით, როგორც ჩვენ წინა წელს მე და დათა შევძელით და ნახოთ, აბა წელს ძლიერი გუნდით რამდენად წინ წავიწევთ. ხო და ნასკარის მანქანა ცოტა ის არის უცნაურია ხო სხვა მანქანებთან შედარებით. შენც ნახავ ხა ხვალ. თუ მოცურდა იმხელა და იმხელა საბურავები აქვს და წონაც იმხელაზე გადადის ამ დიდი ზომების გამო, რომ ერთხელ თუ მოცურდა ძალიან ბევრ დროს კარგავ. ძირითადად ტაქტიკა, რასაც იყენებენ ეხლა და ჩვენც რასაც მივეჩვეთ, უნდა გააჩერო მაგრა მანქანა, მინიმუმ სპიდი უნდა შეინარჩუნო, საშუალო და ადრე უნდა დააჭირო გაზ და საბოლოო ჯამში მაგით მოხსნა დრო და ერთხელ თუ მოგიცურდა და ძალიან აგრესიული თუ იყავი, მერე ძალიან ბევრ დროს კარგავ, საბურავსაც ახურებ და რავი, შენც ნახე ხა, შენი სტილი ცოტა სხვანაირია ჩემთან შედარებით. ნახოთ აბა, იქნებ შენგან ვისწავლო. ეხლა ნახე რამხელა ის არის მანძილი ბალახამდე, ეგ შეგიძლია მთლიანად გამოიყენო, იმიტომ რომ ნასკარს მაღალი ბორტი რო აქვს საბურავს, ყველაფერს ყლაპავს რა. ანუ ეს პარებრიკები არ არის მაგისთვის არანაირი შეფერხება, შეგიძლია ბოლომდე გადახვიდე ხოლმე. ოღონდ ნუ 4 ბორბლით არა რომ დრო გაგვიუქმონ. აქ რო დაემიზნები და უკვე დაინახავ იქ გასასვლელს. ბოლომდე დააჭერ გას და იქ პარებრიკზე ცალი ბორბალი შეგიძლია დატოვო. ხას შეგიძლია 4-ი გადაცდე, როგორც ჩვენთან რუსთავში. პარებრიგზე უნდა დატოვო ერთი ბორბალი რომელიმე და მე იქ აქედან თან გასასვლელი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დიდი სწორია და მთელი დრო შეგიძლია მან დამოიღო მე. ხო, ანუ აქედან რომ მოუხო შემიძლია მთელი რაზგონით მოუჭრა ეს. ხო, ბალახზე არ გადახვი და დანარჩენი შეუტია და ჯერ ხა მორჩნენ ესენი შეფუთვას ყველაფერი დააკრა.
სადაც დარჩება ადგილი და მოუხდება, ჩვენ კიდე დავაკრათ ესე. აი ჩავждები ჯერ და. Yeah. So we do seat fitting today? Yep. Because I'm for his helmet I have its speaker and this is We tried it. radio check. 1 2 1 2. აქ ნახე წითელს ანთებს ეგრე. ამას რო აჭი. See, then we need to drill new holes in the floor. Maybe we find same point for both. ტრასა რო გავიარეთ სულ თავიდან ბოლომდე რა, ეხლა ამ გადმოსახედან უკვე. ძალიან რაღაცნაირ უცნაური ტრასაა. რელიეფურია რა. ეკრანზე ჩანს ყველაფერი ბრტყელი რა. და იმდენი დახრა ყველა მოსახოში, იმდენი ცვალებადობა აქვს რა, რომ რებუსია. რა აკა ეს სად ჯობია რომ იყო. ო, იქ თუ არ მოხდია, იქ თუ არ მოხდია, იქ თუ არ მოხდია. ყავს კონკურენტები შენთან? ჩემთან არ მგონია, მაგრამ ნუ ყველა უკვე ხალხი დადის ამ ტრასას და ამანქანას 10 წელია და ფაქტობრივად ადგილობრივები არიან ეგენიც. ხო, ნუ მაგრამ ვარჯიში გვაქვს ბევრი რომ ანუ ბევრ რაღაცას არ გპატიობს და ანუ თუ არ გპატიობს სად მოხდები და მე როგორ უპასუხო ეგ არა მოსაცნობი რობუსები რა და თან შუა მოსახვევის კიდე რაც გათვლების გაკეთება გინდა რომ აქ თუ იქ და რაღაცები. ხვალე ვარჯიში არის 2-ზე, 3 საათიანია. ნუ წესით ყველას მოგვიწევს რაღაც პერიოდი. აბა წარმატებები. დღეს მხოლოდ ვეფერებოდით მანქანას. ხვალ უფრო ზედაპირულად ჩაგახედებთ დეტალებში მანქანაში და ვარჯიშებში. ხო და მანქანაში უკვე სატეზე გძნობთ. კითხვები არის ყველგან, მაგრამ ვერათმოღაც კურსში არ მომივიდა ეს ინფორმაცია და გადავამოწმებ რატო არ მოდის იმ ჩატა. Yeah, okay. So steering wheel is a little bit like this. Who's responsible? When you come in. ტრასა გამწვანდა. დრიფტში გარბის? დრიფტში გარბის? დროვის არის რა, ეხლა ბოლოს კაი არის 44-ში რა, ეხლა შენ წვეთში ნებოცა. 51 და ის ვის აქვს პიკე იმას? კირელის აქვს კირელის. 22-7. არა ეს ჩვენთვის არა ეს არის რაღაცებს ტესტებს ვაკეთებ რა, სად და როგორ არის ეხლა. ოფიციალური შედეგები დაიწყება. It's like front wheels. Front slide. Yeah, indicators. So you would like to have the car in general more understeering, so you control it. მანქანა განელ თვითონ რა. რო დაცხა. ყველას დაუვარდა დრო.
მართალია და ერთნაირი წრეების დაცვა. სანამ მიეჩვევი და არტყი. ერთნაირი წრეები ახლო. Tormuzi როგორ? Service peda. არა. Sadece ერთი 10 წელი დაარჩინა მოდი. მოეცადეთ და ჩვენი თავარი პრობლემა დღეს იყო ის მუხრუჭი პედალი რო რბილდებოდა მოსახვევის მერე. ყორასაც ეხლა აკეთებენ. აკეთებენ შენ დროს უკვე აღარ იყო ეგრეთ. ხო, მაგრამ ამის დროსაც ბოლოს დაიწყო და ეს ძალიან აგრესიულად რო არ დადიოდა გვიან მოეშვა ის ნაწილი რა. სანდროზე, იმიტომ რომ ეხა ეს ის გავლას, ეს ის აგრესიულად არ გადიოდა რომ ბოლოს რო დავიწყეთ ცოტა და ტორმუზებები, ბოლოს დარბილდა. ბოლომდე ისე და ეგ რო რბილდება, იმას ვეღარ გძნობ, როდის გახოხდება, როდის ხო იმ პირველ დაჭერას რა და არა რადიო უნდა გავაკეთოთ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ნუ გონკაზე არა პასუხი ვერ 30% რადიოა რა. შეიძლება რქები ამოგვივიდეს. ნუ შენი რომ ესმოდეს, ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს. შენი თუ არ მესმის, ეგ უკვე ნოლია რა. ჩენი გუნდი ნორმალურია. ცოტა ბალანსი გავასწორეთ, თავიდან ძალიან ცურავდა უკანა მხარე, მაგრამ ეხაც ცურავს. ალბათ საბურავები როა ძალიან ძველი მაგიტო. ეხა ახალ საბურავზე ბალანსი შეიცვლება საერთოდ. გითხრეს რომ თუ ახალ საბურავზე იგივე იქნება, იქნება კი. მოგიგებთ რა. ცოტას მოვარგებთ, მაგიტო ვარჯიშებით. ყველაზე ძალიან სადაც ვაგებთ ეხა სექტორები ვნახეთ, შუა სექტორი არის. დაახლოებით 0.6 ვაგებთ. შარშანაც ეგრე იყო. აგებ არ არ მაინტერესებს. ხო, ყველაზე გრძელია და საბურავის ამბავი. შარშანაც შენ ეგრე რომელი იყო მოსახვე და არ მოგწონს. არა მგონი. მე რომელი მოსახვე არ მომწონს და რომელი მოგწონს რა. ბოლო არის ძალიან ისეთი რა, რო არ ჩანს და რთული, ხო. ის არ მო. იმიტომ რომ მოხველზე ვატორმუზებ და ვაფშე ვერ ხედავ, სანამ არ მიხვალ იმ წერტილს, სად უნდა შევუხვიო. თან ისინიც არ ჩანს მეტრაჟები ტორმუზის, იმიტომ რომ გადახრილია მანქანა და ის გეფარება. თან შიდა მხარეს ხო, შიდა მხარეს არის და მაგის დასმა არის ყველაზე რთული და თან მაგის მერე ამხელა სწორია. განმშრომელი მოსახვე. მან თუ გააფუჭე, შემდეგი წრეც გიფუჭდება, ეს წრეც გიფუჭდება და აი ძალიან მნიშვნელოვანი მოსახვე. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ სექტორების მიხედვით ხვალ სანდროს ვარჯიშებია 9-ზე. შენ მითხარი შენი და შენი ანუ აი მოსახვეების და რომელი მოსახვე მე-5-ით მოდიხარ, მე-4-ში აგდებ და 160-ით. ხო, ოღონდ ტრეკ ლიმიტეს მან ძალიან ის არის რა, აი უნდა ითამაშო ესე. თუ ძალიან ასეივე სანდრო შეუყვარდა ერთი ნახვით ეს მოსახვე. 150 ევრო სანდრო შეუყვარდა ერთი ნახვით ეს პირველი მოსახვე. მაგრამ 150 ევრო დაუშვდა, იმიტომ რომ ტრეკ ლიმიტზე გადადიღარ. ნო, აქ ყველაფერი ფული. მე ის არ მომწონს. მეორე. ნელი. მარცხენა. ის ცურავს ძალიან თუ შეხვევაზე წყდება. თან სტანდარტული ტრაქტორით არ გადის არც მაგ რა. შიგნით უნდა შეხვიდე მან. და ახლოს და მოხოვის მომენტში წვირი უფოს და უკან ხარ ვერ მიხვდება წყდება მაგ. ხო. ვაფშე ძალიან ისეთი ტრეკი, ანუ გასასვლელები არ ჩანს და უნდა დაიზები რომ სად დააჭირო გას. რომ ნაკლებიან მეტი არ მოგივიდეს რა, ხო. იმიტომ დადის ის ჟოფრი აქაური. ხო, აქაური რო ეტყობა აქ ვარჯიშობს. ტესტებიც აქ ქონდათ მაგას. დაღეჭილია ხო, სად რა უნდა ქნას. ისე ეს ახალი საბურავით იქნებოდა ეგ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ახალითაც იქნებოდა, მაგრამ ნუ ამ ტრეკს მაგრა დადის წინა წელსაც ხო, აქ იყო ყველაზე სწრაფი. აი რუსთავში რო ჩამოვლენ. მან დაერხევათ. რუსთავში ესე იქნები ხო, ეს კარაკივით. კიდე ამახანს ის არ მომეწონა რომ გაზი აქვს არათანაბარი რა. ანუ რო გინდა რომ თხელი გაზი შეაპარო გამოსვლისას ბოლოს ერთიანად ეჭირება, ხო. საფეხურები აქვს ხო? მაგრამ რაღაც მხრივ კაია, იმიტომ რომ თავიდან ისგათ. თავი ცოტა აგრესიულად დააჭერა. ხო, შეგილია რომ არ მოგიწყდეს და ბოლოს სწორზე რო გახვალ გაუყრი რა. რაღაც პონჩი კარგია. მაგრამ მიჩვევა უნდა.
ეგეც შეგვიძლია უთხრათ თუ გაასწორებენ ერთნაირია ხო მაგას ვეთქვი ხა იქნებ რამე ის არის მან ეკო ტროს დათას უთხარი და ყველა ხო მაგრამ მანქანაზე წინაზე უყურე წინა წელს რაღაც რო აერიათ და ძალიან მაგარი გაზი რო იყო და მე გაგვისწორეს შეიძლება ეხა ბოლოში არის მაგარი ხო და თავი ხო უთხარი ეგე ვეთქვი ხა ნახოთ მე მგონი ჯობია რომ დავტოვოთ ესე მე სხვა რო შეიძლება ხავდა რას გვეთყვიან ხო ეხა თავიდან ცოტა ნაკლები მომდის ხომ რეაგირება რო არა აქ რა წრფივად რო ადიოდეს თუ ეს სწორად ტელემეტრია ო ეგ არის თანაბარი უნდა იყოს აი მივხედოთ ეხა საქმეს აი ჯერ პირველ რიგში ეს არის რადიო და ტელემეტრია ნანაშენ დავიწყო ხეს რადიო იმასაც ხვალ იქნება ოფიციალური ვარჯიშები და განახებთ რა ხდება იქ კარგად ხარ დროში, მაგრამ წინ კარგი სიტუაციაა. ეს უბრალოდ არის არ ვიცი რამდენად კარგად ხარ დროში, მაგრამ წინ კარგი სიტუაცია გაქვს. იდეალური სიტუაციაში ხარო, კარგი წრე შეკრა, აბა სადმე წინ ხარში მარტივია ცნობა უფრო ისე მერე ნუ ადრიფტა მაგმანქანა არ გამოვიდა просто delta უგრევდა რაღაც. Quick thing. On shifting, downshifting, make sure to wait a little bit longer because you're going to 6300 RPM. Oh. So a little bit later. Okay. Because it makes the car more stable, it's better for the engine. Yeah? ანუ სულ იმაზე ვფიქრობ, რომ აი ერთი შეფოვით და პლავნად რა გაზეთს. ცოტა გვიან აკეთებ გასტატოროს და რაღაცებს. აი დაჭერები. მეორე რა შეიძლება არც არის მეორეზე პირველზე იმას ბოლოს ზუსტად რუსთავის სიგრძეა, короче, ეს რა, დროში. პოდიუმი გამოგვიგა, როგორ ფიქრობ? ალბათ, ხა, მეორე მესამე. ბოლოს ეს გასვლა ისე იყო რა. მაგრამ ის როაკულა როგორ იწერება, მაგის მიხედვით რა. Thank you very much for attending this first briefing of the season. Which was extremely cool. But if you can just give us a few minutes of your time, we are really here to promote you guys and create incredible content with you this season. End of the speed limit at the end of the pit wall. When you are going out on the track, you must respect the blend line until the end. Have a nice race, a quiet one, an exciting one. Thank you.
The waiting is over. The opening rounds of the 2026 NASCAR Euro Series head onto circuit. გააფრთხილეს დანარჩენები, რომ თუ შეუჩლითო მოხსენითო რა ჩქარბოლელებს ვასო რომ დაწნარდე. მეორე საუკეთესოა. აბა ნახოთ, კარგი ბიჭი. კაი ბიჭი ხარ, გენაცვალე, კაი ბიჭი ხარ. ვეთ. ანჩი ყველა ვარიანტი ხდება, რომ მაგას საბრალო. ჯერ საუკეთესო ხარ, ახლოსაც არ არის და ყველაფერი იასამნები გაგაცე რომ ნუმერულობ. თუ გინდა შემდეგი იმისთვის საბურავების დაზოგვაც რაღაცნაირად შენთან გადაწყვეტე რა გინდა დაზოგი, გინდა უფიქრე. სწრები ყველამ შეკრა და მარტო ორ კაცს აქვს შენზე კარგი დრო ისიც ოდნავ რა. ანუ რო იცოდე მაინც რა, რაფაელს აქვს ლესარდს პირველი დრო და მეორე აქვს ვლადიმირო. ოფელმა დასვა ეხლა საუკეთესო დრო ერთი დასვა ოფელმა. მეხუთემდე ჩამოგაჩოჩეს, მაგრამ მერე არის ნახევარტამდე და ზემოთ დროები რა. დამწევები არ არის. 2 წუთი დარჩა დრო და სავარაუდოდ ბოლო შეტევას განახორციელებს ყველა. ამ მომენტში ხარ მე-6 პოზიციაზე და უახლოესი მოგზებს ნახევარწამში. ფინიშის დროშია უკვე. ნახოთ. ჩერტოს უზო კარგად ვიცი. ეხლა პირველი კვალიფიკაციის საუკეთესო ათეულში ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლა ათეული მხოლოდ 2 წრეს გაივლის და ამ 2 წრეში საუკეთესო დრო იქნება პოლ პოზიციაზე, ასე რომ წარმატებული საქმე. აბა წავიდა. ისე ვერ გავიგე შენი ხმა, მაგრამ მე-7 პოზიციაზე ვართ. მე-7 პოზიციით დავსტარტავთ რა. მეორე სექტორი გვაქვს პრობლემა რა. ანუ ეგ შენი მიკროფონი ისევ გასაკეთებელი გვაქვს, ისევ ისეთია რა, საელენს რომ მასება რა, ანუ სტეკერში ვაჩმახებ და რაღაცა უნდა უშველოთ მაგას რა. We have again problem. So his microphone is not working. ანუ ამორტატორზე რა გითხრა, რომ ხისტიაო, უფრო რბილი გავაკეთოთო, მაგრამ როგორ გააკეთებს უფრო რბილს? თუ რაღაც არის, მე შემდეგ გონკაზე ამორტატორები დავაბრუნოთ მაგ პოზიციაზე და ის შევცვალე. This is მივამატო. შეიძლება იგივე შედეგი ვიღო. So you break here, look there, he breaks here. 15 წუთში იწყება პირველი რბოლა, კვალიფიკაციაზე მე-7 პოზიცია დავიკავეთ, არც თუ ისე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის. ვეცდებით რომ ბოლაში ცოტა წინ წავიწიოთ, მანქანაზე რაღაცები შევცვალეთ და იმედია ეგეც დაგვეხმარება ცოტას. რბოლა იქნება 40 წუთის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საბურავები უნდა შევინახოთ და თავიდან მაქსიმალურად არ შევუტევთ, რომ ბოლოსთვის მოვიტოვოთ ზალები და ჩემი აზრით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კარგი ქულები დავაგროვოთ და მერე როცა შანსი მოგვეცემა გამარჯვებისთვის, მერე შევუტევთ მაქსიმალურად. ნახოთ რა იქნება. პირველი შეხება ზოგადად მანქანასთან და გუნდთან ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის. ეხლაც ესე იყო. პირველი გარბენები, პირველი სავარჯიშო გასვლები, შემდეგ კვალიფიკაცია, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართა, ყველაფერი რა თქმა უნდა მრბოლელმა უნდა მოიგოს ავტომობილი, ინჟინერებმა უნდა იპოვონ საერთო ენა მრბოლელთან და ასე შემდეგ. ამ პროცესში ჯერ კიდევ ვართ, მაგრამ პოზიცია საკმაოდ კარგია, ძალიან ბევრი
მანქანა დგას სტარტზე, მე-7 პოზიციას იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი შანსია უკვე პირველი მოსახვეებში წინა ეშელონებზე გადავინაცვლოთ და მოკლედ დიდი შანსია იმისი, რომ ამ რბოლაზე პოდიუმი დავასრულოთ, რაც რა თქმა უნდა ძალიან მიხარია, მაგრამ აი ესე ვდგავართ, იმიტომ რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, შედეგებს ფინიშის ხაზს მიღმა. ასე რომ წარმატებები სანდროს და ნახოთ როგორ შედეგს დავდებს პირველ რბოლაზე. NASCAR Euro Series season starts now. So there we go, the cars head off on their formation lap. We can very quickly guide you through the grid. Hopefully we'll have just about enough time. Number 4 is Sandro Tavakaladze. So that's the way that they line up. We are in for a slightly shorter race this time through. It is 15 laps or a maximum time of 40 minutes plus 1 lap. The safety car is on, 15 laps to go on the board. The red lights are on. Buckle up, we're about to go to green for the second time this weekend at Ricardo Tormo. With the first open race of the season, it looks as though it's not a bad start from pole position. They chink out of their lines only once they reach the control line, but it does look as though Rafael Lassard is just going to have the lead as they turn in towards turn 1. There's contact further back, and that looks as though it is Martin Dubeck who has got tangled up with Sandro Tavakaladze. გახსენდა იქ შემოვიდა მე. რა უნდა დაადგილი არ არის. ხო და იფიქრე რომ შევახტებიო, არ უნდა გაგეხსნა ბოლომდე. ყოლე დაკეტილი და დაკეტილი და გამოიწია და ნახე საჩეკი. იქ რა უნდა? მე როგორ გამოწვეული ყოლა ჩახდა. როგორ შემეხვია იქიდან? როგორ შევუხო? ვერ შევუხო. ისბრალი. შესრალია. კი, აქედან გადმოვიდა 3 პოზიციით უკან იყო არ ჩანდა, არავინ არ იყო და მაგისი იყო იასნია მას. ანუ გადმოვიდა მაშინდან. ხო, უკვე გადაწყობის დროს გაგარტყარა. და მე ნახე სად გაგიყოლა სადამდე ნახე ჩემი. იმასაც ტიპის გაზიდან ფეხი არ აუღია. Really has been a good battle, and there'll be big smiles on their faces. You know, I love it when a driver maybe doesn't win the race, but is still smiling because you know they've enjoyed it. You spun it. Yeah. Crazy, man. Yeah, but they were all crazy. He was outside. Yeah. Tomorrow again. From the break. How long yesterday? Yeah, you have no time. Yeah, racing sometimes good, sometimes not good. But and then you need to start tomorrow in the back. It's good for me. But I think you're tired. Yeah, you're tired, yeah. So it's really tough. Let me tell you. აი აღარ გაიხსნა. რა შეცვალო პიტიდან სტარტავთ რა. სადაც ველს გაძლევ. და როგორი აფერი არის სპორტში? ვერ მოგწდა გორბალდი.
მოკლედ დასრულდა პირველი რბოლა. სამწუხაროდ პირველივე წრეზე გამოვეთიშეთ. ხედავთ ჩვენ მანქანას. ვიღაცამ უკნიდან ძალიან ცუდი მოძრაობა გააკეთა და 3 მანქანა დაგვამწვრია. რასაც ვფიქრობ იმაზე არ ვიტყვი, არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს. ეხლა ხვალ გვიწევს ბოლო ადგილიდან დაწყება და ვეცდებით რომ მაქსიმალურად დავაგროვოთ ქულები და ეს გამოთიშვა ავანაზღაუროთ და რავი დანარჩენი კარგ ხასიათზე არ ვართ, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას. როცა რაღაცა მანერს აკეთებ ეს რბოლა, ერთმანეთს პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია და ანუ პატივისცემულო მანევრი იყო ის რაც მან გააკეთა. მაქსიმალურად დასაჯეს ისიც ანუ დროის მიხედვით რაც კი შეიძლებოდა რომ დაესაჯათ, მაგრამ ეს ჩვენ არაფერს არ გვაძლევს. გამოდის რომ ყველაზე უფრო მეტად მაინც ჩვენ დავიჩაგრეთ, იმიტომ რომ ხვალინელ რბოლაზე ბოლოდან აღებული სტარტი ძალიან რთული იქნება, თან მანქანა თავიდან ბოლომდე გასაკეთებელად არ არის მარტივი სამუშაო, დააბრუნო უკან იმ პოზიციებზე, რაზეც ამდენი ხანია ვიშრომეთ, ძალიან რთულია, მაგრამ რაც თქმა ეს არის რბოლა, ყველაფერი ხდება, ამით დასრულდეს ჩვენი უიღბლობები, იქნებოდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ წინ ძალიან გრძელი სეზონია. ხვალ ვეცდებით რომ ბოლოდან პოდიუმი მოვიპოვოთ და ნახოთ. Welcome along to Valencia, everybody. It's day 2 here of the NASCAR Euro Series at Circuit Ricardo Tormo. And as ever, as we have been for the last few days, we are blessed with beautiful blue skies here and rising temperatures throughout the day. Still looking as though the weather forecast is absolutely fine for the day, which means that the air temperature is going to warm up, that track temperature is going to warm up on what is our 13th visit to this circuit for the NASCAR Grand Prix of Spain. We've got a race coming up for you shortly. The command for the drivers to start their engines is just over 15 minutes away at the moment, and the cars are edging their way out of the pit lane area, ready to head out onto the circuit. So there we go, that's what we've got in store for you. So the cars head off on their formation lap, which means it's time to guide you through the grid then and the way that they will line up, which is based on the fastest laps. Dominic Sharp alongside Andre. Martin Dubeck is next up alongside the car of Sandro Tavakaladze. And most drivers love racing from the back because you can really just throw caution to the wind. We just saw a move there for Sandro Tavakaladze, who was able to go through, the Georgian driver. You have to take a bit of a run up at his surname. English speakers, it's quite a difficult surname to pronounce. Yeah. But I think we're almost there with it now. And also there, that's... პრობლემის მდგომარეობა როგორ არის და ძალიან აგრესიული მოუწია სიარული რა და სწორზე მანქანა არის და აქედან ვერ უხედავ სწორზე დგას მანქანა და მე ბოლოსში მწვანეა ისევ გააკონტროლე. დასამიან ჯარიმა მისცეს. რა 11 პირველი რომელზეც. მიდი სანდრიკ, მიდი გაიქცა იმას, გაიქცა. არა, ფინიში. მოკლედ შენს წინ არის მიურა კენკო, მაგის მაღლა კაპელი, კლაუდიო, მე უფრო მაღლა ლიზარ რაფაელი, ციტრის ვლადიმირი Dobrovski, Opel, ეს არის მაღლა. ყველაზე მეტი გასწრება რო გვაქვს ეს ნამდვილად ვიცი უკვე ამის ქულას დამატებით ბონუს ქულებია, ვინც ყველაზე მეტ გადასწრებას მოახდენს ერთ რბოლაში, ამის ქულას უეჭველი ჩვენ წამოვიღებთ. მერვე ადგილამდე მოახერხეთ ამოსვლა მე-20-დან, რაც ვინც კარგად იცის ავტოსპორტი, ყველა მიხვდება რამდენად რთულია თითოეული გადასწრება. დიდი ყოჩაღი ჩემგან პირადად სანდროს და კარგი ისეთი ხმამაღალი განაცხადი იყო ყველასთვის, ვინც აკვირდებოდა რბოლელებს, რომ მომავალი რბოლა უკვე ჩვენი საპოდიუმე რბოლა იქნება, რა თქმა უნდა, გულისხმობ აბსოლუტში და ეხლა ჩავალთ უკვე დავითვლით შედეგებს, არსებობს თასების გათამაშება, ანუ ქვეკლასები, სადაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი თასი მაინც ჩვენია. არა და ერთი safety მაინც რო გამოსულიყო.
იქნებოდა კარგი რა, იმიტომ რომ ლიდერს ჯარიმა ჰქონდა 10 წამიანი და safety რო გამოსულიყო დაშორება ჩვენ არ გვექნებოდა ლიდერიდან შორს შესაბამისად ლიდერი საერთოდ ჩვენს მერე გადაინაცვლებდა რაც იმას ნიშნავდა რომ კიდევ უფრო მაღლა ავიჩოჩებდით რა მაგრამ ნუ სასწაული რბოლა იყო ესეთი გადასტრებები ნასკარში ესე მარტივად არ ხდება ურთულესია ნასკარში გადასტრებები ნებისმიერი გადასტრება რთულია თან უჯარიმო არც ერთი ჯარიმა არ ქონია ამ გადასტრებებში არც ტრეკლებით დაგურღოვი არც არაფერი სადიპო ამდენი გასაზრომი წარმოდგენა არ მაქვს მექანიკოსების ყოჩაღში რა მაგრა იმუშავეს 4 საათზე დაამთავრეს მანქანის კეთება და ან როგორც წესი როცა ეგრე კეთდება მანქანა რაღაცა მაინც რჩება ხოლმე ესეთი რომ მანქანა არ არის ინფორმაში რომ შეტევები განახორციელოს მაგრამ ფაქტი ის არის რომ იყო მანქანა ფორმაში ანუ სრულად მოასწრეს აღდგენა more safe than previous race სანდრო იქით შეიყვანეს ესე იგი პოდიუმზე მოვედით მანქანები რომლებიც პოდიუმზე ხვდებიან სპეციალ ადგილას აჩერებენ რომ არავინ არ შეეხოს რომ გადაამოწმონ რამე ესეთი ხო არ იყო თან მithumetes რა ჩვენამდენი გადასტრება ქონდა რამე ესეთი ხო არ ქონდა მანქანაზე რომ ეს გადასტრებები იმის ხარჯზე გავაკეთეთ და არა კლასის ხარჯზე შეამოწმონ რამდენიც უნდათ ჩვენ ხო ვიცით რომ კლასის ხარჯზე მოხერხდა ეს ყველაფერი ხომ მივიდეთ და ცოტა პოდიუმით ვიზეიმოთ მასტერში მე რამდენი ვარ? პირველზე? დავი ამან პირველზეო ჩვენმა ინჟინერმა და ჩვენ ნახოთ. ო, ნახოთ იმასზე. აი მე ხალხს რა დღეში აგდებ რა იყოს. გადაუცხელდა. ო, არა გაცხელდა ეგ უკვე ჩანდა. აუ ისეთი აგრესიული მართლა იყო. ეხლა ინვესტიგეიშენის ქვეშ არის და ეს რა ქვია ეგ ამბები რა, მაგრამ ის 11 ნომერი 10 წამიანი ჯარიმი დააჯარიმეს, მაგრამ არ ყოფნის ეს რო ქონოდა რა ქვია. ო, safety რო ქონოდა მომენტი მენა დაჟე ჩვენს უკან აღმოჩნდებოდა რა. Thank you so much, Sandro Tavakkiladze. Tell me, how was the race for you? It was very good. I started from the back because of the crash in the first race. It was pretty difficult from the back. I had to make some big overtakes, so it was difficult for the tires for me. That's what we achieved today. It was maximum. That's what we didn't want to. The Masters podium is okay, but we want it for the main podium, but let's fight for the next race. But do you think the foundation and the pace is there to fight for the overall podium in the next events? Yeah, of course. We had top 5 times, so we will try to improve a little bit and fight for the top 3. All right, thank you so much. Congratulations. Back to you, Mark. Thanks a lot. Similar words there from Sandro as well. We'll try to improve. Nobody rests on their laurels. You know, as soon as you finish that race, straight away, it's whether it be with the data engineers looking at the car. Y el vencedor entre los Master Trophy, vamos a ver si sale bien, Sandro Tavakkiladze, georgiano. Top step off the podium, and he will be absolutely delighted with that. It is Sandro Tavakkiladze that heads onto the top step of the podium, proudly carrying the Georgian flag onto his shoulders as he is about to receive his trophy shortly. Sandro Tavakkiladze receives his trophy on the top step of what is the Master Trophy podium. დამთავრდა ვალენსიის რბოლები. პირველი რბოლა როგორც იცით არ გამოდა ჩვენთვის კარგი, რადგან არ გაგვიმართლა და პირველივე მოსახვეებში დაგვეჯახდნენ. ამის გამო მთელი ღამე მანქანას აკეთებდა გუნდი, შეძლეს შეუძლებელი და დილისთვის მანქანა უკვე გამზადებული დაგვახვედრეს. მეორე რბოლა მოგვიწია რომ დაგვეწყო ბოლო ადგილიდან და შევძელით და მე-7 ადგილამდე ამოვედით ძლივს, მაგრამ მაინც შევძელით და ბევრი გასწრება გავაკეთეთ. რთული იყო ფიზიკურადაც, რადგან ძალიან ცხელოდა, საბურავებიც გადაგვიხურდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ კმაყოფილი ვარ შედეგით. ბონუსად კლასშიც პირველი ადგილი დავიკავეთ და
არ არის ის შედეგი, რაც გვინდოდა, მაგრამ აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ აბსოლუტურ ჩათვლაში მოვიგოთ რბოლა. ბონუსი თასი ცოტა ღარიბულად შეაფასა სანდრომ, ეს არ არის ეს სახმარო საქმე, მასტერსთან გადამოშება პარალელში მიმდინარეობს აბსოლუტურ ჩათვლასთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს და აბსოლუტურ გამარჯვებას ვიზნებით და მე კიდევ პირობას ვამბობ, ყველა შემთხვევაში მოახერხებდა იმ დიდ პოდიუმზე, ყველა შემთხვევაში მოვხდებით. ეხლაც რო არა ესეთი შემთხვევა და საფრთხე დამოუკიდებელი იყო უშუალოდ სანდროსგან, ანუ მას უკიდან შეეჯახნენ, რამაც გამოიწვია ავტომობილის ესეთი დაზიანება. მეორე რბოლა საერთოდ ვფიქრობდით, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდა და არანაირი შანსის მაგათ კლასში მასტერსის თასის გადამაშებაზე პირველი ადგილის თასით ვარ აგერ შეერეგებული და აბსოლუტში დაიწყო სადღაც და თითოეულ მანქანას გაასწრო ნასკარში ვინც ავტოსპორტში ოდნავ მაინც ეთქვა ყველა მიცის რომ უხულესი საქმე და უხულესი შეუძლებელი შეძლო სანდრომ რაც კიდევ უფრო მეტად ხაზგასმა იყო მისი საკუთრის ასე რომ ამან კიდევ უფრო მეტი იმედები მომცა და შემდეგი რბოლა თქვია ძალიან შორს მიწახვალ ვადენებს თვალყური და მივხვდებით რომ ის რასაც მე ვამბობ იქნება ხილული. ხო, შემდეგი რბოლა გვაქვს საფრანგეთში 22-23 მაისს პოლ რიკარდის ტრასაზე. ეს ტრასა ახალი იქნება ნასკარის ყველა პილოტისთვის, იმიტომ რომ პირველად ტარდება წელს აქ ეტაპი. ვეცდებით ცოტა ადრე ჩავიდეთ და კარგად მოვიმზადოთ და აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის თუ არა სამეულისთვის მაინც, მაგრამ მიზანი მაინც გამარჯვებისთვის ბრძოლაა საბოლოოდ. მაგის ამბიცია გვაქვს.